მე როგორც სპეციალური საჭიროების მქონე პირს, ქალაქში მხვდება ბევრი პრობლემა, მაგალითად არ არის კიბეებზე რომ გადაადგილდა მოაჯირები, ასევე ყველგან არ არის ლიფტი და ასევე არ არის ზებრა გადასასვლელი. მე ვარ თინათი ნეფარიძე, 21 წლის ჭიათურიდან, მაქვს სპეციალური საჭიროება. ჩემი დიაგნოზი კონკრეტულად არის ცერებრალური დამბლა. სწავლობდი ჭიათურაში, მე-12 საჯარო სკოლაში, რომელიც არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლა. 9 კლასის შემდეგ აღარ გამიგრძელებია სწავლა. თვითონ ადამიანების მიღებულობის გამოც ალბათ არ გავაგრძელებ, მაგრამ იმ სკოლაში სადაც სწავლობდი ძალიან ბევრი რამ მივიღე. ჩავაბარე კოლეჯში, მაქვს აქტიური ცხოვრება, იმიტომ რომ ვსწავლობ ინგლისურს, დავდივარ ჭადრაკზე, ასევე დავდივარ ცურვაზეც. შემოდგომაზე ასევე საშუალება მქონდა ჩართულიყავი ციფრული წიგნიერების ტრენინგებზე, ასევე იყო სოციალური მედიის კურსი და ვფიქრობ, რომ ესენიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მაინც ციფრულ სამყაროში ვცხოვრობ. ამ ტრენინგებიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, რომ ამ საქმიანობასაც დავაკავშირებ თუნდაც ჩემს ინგლისურის სწავლასთან ერთად, ასევე პროგრამირებასთანაც და ვფიქრობ, რომ ამ ტრენინგებმა ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, რომელსაც სამომავლოდ გამოვიყენებ. სამომავლოდ ჩემ თავს ვხედავ დეველოპერად ამ პროფესიაში შესაძლებელია, რომ უცხოურ ქვეყნებშიც იმუშაო, ასევე სახლიდან გავუსვლო და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ თუნდაც მე ვიცხოვრო დამოუკიდებლად და ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო.